მოგესალმებით, ამ ვიდეოში გასწავლით, როგორ შეიძლება გავასწოროთ Samsung-ის მენიუ, არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვიწერთ თამაშს, ამ თამაშის შემდეგ რაღაც ლაუნჩერები მოყვება, რომელიც აურევს ჩვენს მენიუს და როგორ გავასწოროთ და როგორ დავაბრუნოთ ისევის მენიუ, რაც გქონდა ჩვენ Samsung-ზე. კარგი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა შევიდეთ ტელეფონის პარამეტრებში. პარამეტრებში გადასვლის შემდეგ ავირჩიოთ აპლიკაციები, ქალის ქვემოთ აპლიკაციები, გადავიდეთ მასში და შემდეგ ზემოთ არის ძებნა, სადაც უნდა ჩავწეროთ ესეთი რამ. One UI, ნახეთ? One ანუ one UI, აი ესე. One UI საწყისი გვერდი, ეს უნდა ავირჩიოთ, ანუ One UI ეწოდება მას. გადავიდეთ მასში და აქ არის საწყისი ეკრანი, ნახეთ? One UI-ის ნაცვლად არის e-launcher-ი, ანუ ეს აპლიკაცია გაქვთ თქვენ გადმოწერილი და ამის შედეგად არის არეული თქვენი მენიუ. აირჩიეთ საწყისი ეკრანი და აქ უნდა გადაიყვანოთ შემდეგ One UI საწყის გვერდზე. აი ნახეთ, e-launcher-ზეა მონიშნული, ეს აპლიკაცია უნდა წავშალოთ და უნდა მოვიშლოთ მეორე. რის შედეგადაც უკვე გადავალთ სტანდარტულ მენიუზე, რაც გვაქვს. ამის შემდეგ უკვე სტანდარტული მენიუ გექნებათ, აღარ იქნება თქვენთან არეული, მაგრამ გირჩევთ რომ ეს აპლიკაციები წაშალოთ, რაც ზედმეტია თქვენთან. აი ნახეთ, e-launcher-ი თუნდაც ეს აპლიკაცია, ანუ რაც ზედმეტი არის, ანუ e-launcher-ი იყო გაშვებული, აუცილებლად დააჭირეთ ინსტალაციასაც წაშალეთ. სულ ეს იყო მეგობრებო, დამატებითი ინფორმაციებისთვის შეგიძლიათ მომწემდოთ TikTok-ზე, TikTok-ის ძებნაში ჩაწეროთ ისწავლე მეტი, გადმოხვიდეთ არხზე, სადაც ძალიან ბევრი რამეს ისწავლით აქ და გამოსადეგ მეთოდებს ტელეფონებისთვის. ასევე არის ისწავლე მეტის YouTube არხი, სადაც უფრო დეტალურად არის აღწერილი TikTok-ზე არსებული ვიდეოები და ასევე შეგიძლიათ მომწემდოთ Facebook-ზე. სულ ეს იყო მეგობრებო, ნახვამდის.